Bizya, Demiroğlu's ocaqçı rodes saxval. Şeni tavi rodes უნდა აჩვენო. მალე. პლურალმა ყველა ბანკს უბრძანა რომ სესხი არ გასცენ. უნდა რომ გზა გადაგვიკეტოს. მისი სურვილი არ სრულდება, საცოდავი. ყველა ფულს და სიმდიდრეს იმაზე ხარჯავ რომ ურალს ეთამაშო. რისთვის? რისთვის ეს ყველაფერი? ფულის არ ყოფნის გამო. მას გავამდიდრებ. ნდობამ ჩვენ გვატკინოს გული. ფულით კი არა, ჩემი დითმა ტკინა. ეს ჰაზალს შევხვდი. შევხვდი თუ? შენ წახვედი მასთან. ირმაკის ანახავად მივდიოდი. ის ახლდა თან. გაგინახათ? არ ინერვიულო. არ მონახივართ. არ მონახივართ, მაგრამ ჰაზალმა მთხოვა რომ მისგან თავი შორს დავიჭირო. შენ რა უპასუხე? ადამიანმა 3 თვის წინ დაგეგმა ყველაფერი, მაგრამ არაფერს ამბობს. უცნაური არა? მაგრამ მე ვუთხარი. ვერ ვამბობდი, მაგრამ მაინც ვუთხარი, რომ მასთან არ მაქვს უთანხმოება. არამედ იმათან, ვის გამოც დამშორდა. და ყველაზე მეტად რა არის იცი? არაფერი უკითხავს. ხმრის გამო არა. ფულის გამო დამშორდა. და მან ეს იცის. ასე როგორ მოხდა? საიდან იშოვა ქენანმა ამდენი ფული? არ ვიცი. როგორ არ იცი, ჰაზალ? არ კითხე? არ მიკითხავს. კითხე, რატომ მოხვედი მეთქი? გასაგებია, რატომაც მოვიდა. შურის ძიება უნდა. ვიცი. მაგრამ თვითონ ასე არ ამბობს. მხოლოდ მუშაობო. და შენ ეს დაიჯერე? შენ რა უთხარი? ვუთხარი რომ ჩემგან თავი შორს დაიჭიროს. მაგრამ ის არ დამანებებს თავს. რა უნდა ქნა? რამე ხერხს ვიპოვი და ისევ დაველაპარაკები, მარტო. მარტო? ჰაზალ, ნუ იტრიალებ მაგ ადამიანის გვერდით. ეს დენთის და ცეცხლის ისტორიას დაემსგავსება. თუ დენთი და ცეცხლი ერთად იქნებიან, შენც დაიწვევი და ქენანიც. ფიქრობ, რომ მარტო ლაპარაკი არ ღერს. არ შეიძლება, ებრუ. უნდა ვილაპარაკოთ. კარგი. მაგრამ რას ეტყვი? ვეტყვი, რომ ჩემი ქმარი მიყვარს. ვეტყვი, რომ ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს. ვეტყვი, რომ ასე პირველად შემიყვარდა. თუ ასე ეტყვი, ყველაფერი გამოვა. სუსტ ადგილზე უნდა დააჭირო. შენს ადგილზე ქმართან ხელჩაკიდებული შევხვდებოდი. ძალით, მან რომ დაინახოს. იმედი მაქვს აქედან წავა და ამის გაკეთება არ მომიწევს. იმიტომ რომ როცა ის ახლოს არის, ჩემს გულს ვერ ვიჭერებო. ჩემი გული, ჩემი გონება, ჩემი ცხოვრება მის თვალწინ მიდის. შორს ყოფნა ყველაზე კარგი გამოსავალია, ორივესთვის. სად მუშაობს ქენანი? სად არის ეს კომპანია?
ამას შეხედეთ. ქალიშვილი წაგვართვა და ჭუჭყიანი სამსახურის გაკეთებას გვაიძულებს. ბატონო ჰალილ. გოსმოდი ეს რა საქციელია? შემთხვევიდან მივარდა. უკვე მომთავრებ. მე შენ გაჩვენებ. ნაკლები ლაპარაკე, ნაკლები. წინ კიდევ ორი მანქანა გელოდება. ამას ინანებ, ბატონო ირფან. რაზე ლაპარაკობდით? არ ინერვიულო, არაფერი მithქვამს. ჰაზალმა უფრო საინტერესო რაღაცაები მომიყვა. მას უსმენდი. კენანი და თქვენ პარტნიორები გამხდარხართ. წარმატებები. რა უნდა ქნას იდე? რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს. თავარი არ არის ზალა გქონდეს. არამედ მისი გამოყენება უნდა შეგეძლოს. ჩემო ლამაზო, მეთევზესაც ვასწავლე ამას. თანაც ძალიან რთულად მოუწევს ამის სწავლა. და კიდევ შენ თუ არ იქნები ახლოს. კარგი იქნება. ჯერ პატარა ხარ. თორემ ღმერთმა არქნას ვერ შეგამჩნიო და დაგაბიჯო. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარა.com-ი. გახმოვანებული აჯარა.com-ის მიერ. წარმატებები, მამა. მივდივარ, მერე შევხვდით. სად მიდიხარ, შვილო? ისე. მინდა სტამბული დავათვალიერო. გვიან არ მოხვიდე. ეს ჩვენი ქალაქი არ არის, შვილო. სანამ დაბნელდება სახლში იყავი. კარგი, მამა, გავიგე. ებრუ. აქ მანქანებს რეცხავ, შვილო. უბრალოდ ვეხმარები. მუშებმა დასვენება ითხოვეს. კარგი, მამა, არ ინერვიულო, არ ვიტყვი. მაპატიე სიყვარულო. მაგრამ ეს უნდა გავაკეთო. შენს გამო. სხვა გამოსავალი არ მაქვს. მაპატიე. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარა.com-ი. გახმოვანებული აჯარა.com-ის მიერ. მადლობა, ნეფრა. გემრიელად მიირთვით, ბატონო ვურალ. პატარა ქალბატონო. სად მირბიხარ ისე რომ არ მესალმები? დილამშვიდობისა. ჰაზალთან ავდივარ. ბოლო დროს რაღაც სხვანაირი ხარ. როგორი სხვანაირი? მოდი დაჯექი. არ ვიცი, რაღაც აღშფოთებული. საში დაფრინავ. ვინმე შეგიყვარდა? საიდან მოიტანე? მსგავსი არაფერია. ასე უნდა იყოს. უხსენია, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ის უნდა გამაცნო. კარგი? პირველმა უნდა გავიცნო. შევთანხმდით? შევთანხმდით. ჰაზალთან წავა. კარგი, მიდი. ძამიკო. ისმენ ძვირფასო. ჰაზალი ყოველთვის ნასის შესახებ კითხულობს. ჩვენს გოგოებს რამოდენიმეჯერ წამოსცდეთ. ამიტომაც აინტერესებს. ასე არ შეიძლება, როდემდე უნდა დავმალოთ. რაც შეიძლება ადრე უნდა გაიგოს ყველაფერი. ასე რომ გავს. ძალიან ნერვიულობდი შენზე. რატომ არ მითხარი სტამბულში რომ მიდიოდი? ასე იყო საჭირო. მე მეწყინა ქენან. და ვერავის ვერაფერი ვერ გუთხარი, იმიტომ რომ დაგპირდი. თვეებით არ იყო შენგან არაფერი. ისევ ნერვიულობდი, რომ ყოველდღე შენთან სახლში დავდიოდი. იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება დაბრუნდე. მაგრამ ბოლოს სიცხები დაბინავდნენ.
განადგურებული ვიყავი. ძალიან ბევრჯერ დაგირეკე, მაგრამ ვერ დაგიკავშირდი. ის მაინც გეთქვა სათხარ. ხომგითხარი ასე იყო საჭირო. მოგწენს, ხო იცი ცოტა გონზე არ ვიყავი. თანა ჩემზე ნუდარდობ. როდი ჩამოხვედი? გუშინ. აქ იმისთვის ხარ, რომ ჰაზალს სამაგიერო გადაუხადო? კენან. მის მინა ის ხალხი ძალიან საშიშია. მით უმეტეს ჰაზალის გამო არ ღირს. ჰაზალი არაფერ შუაშია. ეს მხოლოდ სამსახურია. ებროს ყველაფერი ჰაზალის გამო არ შემემთქვა, არამედ იმის გამო, რომ ფული არ მქონდა. ამიტომაც მუშაობს, შენს დაზე დროს არ ხარჯავ. შემთხვევით გახდი ბურალის პარტნიორი. არა, რა თქმა უნდა არა. მისი პარტნიორი იმიტომ გავხდი, რომ ასე ძალიან ბევრი ფულის გამომუშავება შემიძლია. ჰაზალ. სადმე მიდიხარ? ხო, რაღაც საქმეები მაქვს. ერთი თხოვნა მექნება შენთან, კარგი? რა თქმა უნდა. მითხარი თუ შევძლებ გავაკეთებ. ჩემს სიყვარულს მინდა რომ სიურპრიზი გავუკეთო. საათიც ვუყიდე. ყოველთვის სახლის გარეთ ვატარებთ ხოლმე დროს და როცა სახლში ვართ საჭმელს ვუკვეთავთ. მას კი სახლის საჭმელი უყვარს. ამიტომ ის ცოტათი არ მოსწონს. უნდა რომ შენ მოამბზადო რამე? ხო. მითხრა კიდეც რა უნდა. მითხრა რომ ყველიან ნამცხვარზე გიждდება და აიჩემა რომ სახლის უნდა იყოს. კარგი, გაუკეთე. ვერ გავუმკლავდები. რა არის რთული ყველიან ნამცხვარში? დასწავლი. არ დავაგვიანებ, როგორც კი მოვალ გავაკეთოთ. სასწაული ხარ. ერთადერთი, ასეთი ერთადერთი. მაშინ პროდუქტების საყიდლად წავალ. მაგრამ რა უნდა ვიყიდო? თვითონ იციან ყველიან ნამცხვარს რაც სჭირდება. კარგი. შემოგვიარე თავისუფალ დროს. დედა მელექსაც ნახავ. იქნებ პატარა ტური გაგვეკეთებინა სტამბოლში. რატომაც არა? აუცილებლად შემოგივი. დედა მელექს დიდი მოკითხვა გადაეცი. გელოდებით. თავს გაუფრთხილდი. შენც. მითხარი რა გინდა? საქმეები მაქვს, უნდა წავიდე. კენანი ძალიან გიყვარს, არა? იმდენად რომ შეგიძლია შენების ცხოვრება დაანგრიო. თუ მკითხავ ვუთხარი თუ არა ჰაზალს კენანს რაც შეემთხვა? არა. ისედაც ვიცი რომ არ გეთქვამს. იმას არ კითხავ, რაზეც უკვე ვიცი პასუხი. მაშინ რა გინდა? ის რაც შენ. შემოთავაზება მაქვს შენთვის. ჩემი ძმის ყოველივე ნაბიჯი მინდა რომ ვიცოდე. შენ კი კენანის. ჩემი ძმის დამხმარე დაგნიშნო. და ასეთი მეშვეობით შეგიძლია კენანს უთვალო. მე კი ძმას. ანუ აქ ვიმუშავებ? სინან დემიროღლუსთან? არა, ესე იგი ვერ აგიხსენი. სინანის დამხმარე იქნები, მაგრამ ჩემზე იმუშავებ, ჩემზე. თქვენ რა თქმა უნდა შეეჩვიეთ შეთანხმებას, სადაც მხოლოდ ერთი იღებს მოგებას. გარანტია მჭირდება. არანაირი გარანტია არ არის. გინდა მუშაობა თუ არა? როდის უნდა დავიწყო? იქნებ კომპანია მაინც მაჩვენოთ. არაფერს მეტყვით? როდის ვიწყებ მუშაობას? ქალბატონს მიხედვით. ხვალ სინანის დამხმარე დაიწყებს მუშაობას.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, წარმატებები. მადლობა. შეიძლება თქვენი მონაცემები მითხრათ? მობრძანდით, ქალბატონო ჰაზალ. გისმენთ. ქალბატონი ჰაზალი ახლა კომპანიაშია, ქალბატონო ჯანან. კომპანიაში? ხო, აქ არის. კარგი, მადლობა. რისთვის მოხვედი? რა გინდა? შეგიძლია რაც გინდა ის თქვა. მე ვიცი რომ აქ შურიზიების გამო მოხვედი. მაგრამ ვალდებული ხარ უარი თქვა. აქ უკვე ყველაფერი დასრულდა. გულიდან ამოიღე სიყვარულით და სიძულვილით. თუ შიგნით პატარა იმედი მაინც გაქვს, რომ ერთად ვიქნებით, წაშალე. ჩვენ არ ვართ და არც ვიქნებით. მე? ჩემი ქმარი მიყვარს. ძალიან. ნუ იქნები უთავმოყვარეო. წადი ჩვენი ცხოვრებიდან. შენი აზრით ეს სასაცილო არ არის? ვერ გავიგე, რა არის სასაცილო? გოგო, რომელიც ფულზე გაიყიდა, ჩემს წინ დგას და სიამაყეზე და ღირსებაზე მელაპარაკება. ჩემს წინ არ დგას რაღაც ღირებულება, როგორც შენს წინ იდგა. მაგრამ მეც ფულის გამო ვარ. ჰაზალ დემიროღლუ. არავითარ შემთხვევაში არ იფიქრო, რომ ეს შენს გამოა. ამიერიდან შენთან არაფერი მესაქმება. იცი რატომ? იმიტომ რომ ახლა ჩემს ცხოვრებაში არის ვიღაც. მე ბედნიერი ვარ. მიხარია. ბედნიერებას გისურვებ. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეთქომის მიერ.
ჰაზალ. რა მოხდა, კარგად ხარ? აქ რას აკეთებ? ამას თავი დაანებეთ, სრამლები მოიწმინდე. გავიდეთ, სანამ ვინმემ დაგვინახა, გარეთ ვილაპარაკოთ. წამოდი. მადლობა, გემრიელად მიირთვით. წარმატებები. მოგბრძანდით. მომხმარებლებს ძალიან მოეწონათ მეტილუსები, ჯანმრთელობა თქვენს ხელებს. გემრიელად მიირთვით. თქვენთვის შემოთავაზება გვაქვს. რა გქვიათ? მელექი. მელეკ. ქალბატონო მელეკ, ცნობილია რომ ძალიან ნიჭიერი ხართ და ზღვის სამზარეულოს უმკლავდებით. მადლობა. რა თქმა უნდა, რა შემოთავაზება? ეს საქმე ჩვენს რესტორანში გააკეთეთ. ჩვენი მომხმარებლები სხვა ზღვის საკვებსაც ანიჭებენ უპირატესობას. ისეთი როგორიც არის ომარი, შტრიპები, კალმარი. მაინტერესებს თქვენ როგორ გაამზადებთ. რა თქმა უნდა, კარგი ანაზღაურებაც იქნება და სოციალური პაკეტიც. მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ არ მაინტერესებს ეს. მისმინეთ, ასე სწრაფად ნუ მეტყვით უარს. ეს ჩემი სავიზიტო ბარათია. იფიქრეთ და ოჯახსაც დაელაპარაკეთ. გადაწყვეტილებას რომ მიიღებთ, აუცილებლად დამირეკეთ. ნახვამდის. გამომართვი. ჰაზალ. მომიყევი რა მოხდა? რა გითხრა? რაზე ილაპარაკე ქენანთან? რა ჩენ გითხარი ის თქვი? რომ ქმართან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ. ნუ იქნები ასეთი უღირსი და უთავმოყვარეო. ჩვენ არ ვართ და არასდროს არ ვიქნებით. ოჯახ. შენს ადგილას ასეთი ძლიერი ვერ ვიქნებოდი. ქენანმა რა გიპასუხა? ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს ფულის გამო ვაკეთებ. თქვა მეც ფულის გამო ვარო აქ. გარდა ამისა რა? ჰაზალ, მითხარი რა გითხრა? ვიღაც ყავს. ასე თქვა ძალიან ბედნიერი ვარო. არა. გული რომ გატკინოს, ამიტომაც თქვა ასე. შენც დაუჯერე. შურიზიება უნდა. არა მგონია. ძალიან სერიოზული იყო, როცა ლაპარაკობდა. სინან, გელოდები, საქმეები მაქვს. მოითმინე ძმაო, დედა შემოგვიერთდეს გასაუბრებაზე. Hoş geldin anne. გამარჯობა დედა. Merhaba oğlum. გამარჯობა შვილო. Selam Murat. გამარჯობა ვურალ. Selam anne. გამარჯობა დედა. Ne yapıyor Ozal? აზალი რას შვება? İyi. არგადაა. თავის ოთახში იყო. რაზე აპირებდით ლაპარაკს? Ortağımız Sermet. ჩვენმა პარტნიორმა შემოთავაზება მიიღო. Hatta Kenan და ბატონ კენან ძალიან მომგებიანი იდეა ჰქონდა. yeni bir gemi alacak. ერთი დღით გადადეს. O yüzden ამიტომაც თანხის გაზრდა შემოგთავაზეს. ყველა დეტალი გეგმის შესახებ ამ დოსიეშია. ის თანხა ავირჩია, რომელიც დემიროღლუს ოჯახის თანხას აღემატება. გადახედეთ. teklifinizi ona göre. თქვენს შემოთავაზებას გადავცემ. Gerek yok. საჭირო არ არის. წადი და უთხარი რომ არ ვეთანხმებით.
ესე იგი მეთევზეს მსხვილი თამაში უნდა. დაანებე, რაც უნდა ის გააკეთოს, ვალდებულები არ ვართ, რომ თანხმობა მივიღოთ. არა, დედა, დავთანხმდებით. ურავ, ეს არ გჭირდება. დედა, შენ ნუ ერევი. რას ნიშნავს ნუ ერევი? სინან წადი და უთხარი, რომ არ ვეთანხმებით. დედა, გითხარი ნუ ერევი მეთქი. უფლებას არ მოგცემ, რომ კომპანიის კაპიტალს შეეხო ურავ. კარგი, როგორც გინდა. ბანკები კარებთან მელოდებიან, რომ სესხი ავიღო. მეთევზეს წინაშე თავის დახრას არ ვაპირებ. ზღვაში ჩავძირავ. რა მოხდა? რა გიპასუხა შემოთავაზებაზე? რა თქმა უნდა, გაუკვირდა. მაგრამ დიდად არც გაუხარდა. როგორც ჩანს არ დამეჯერა. ალბათ არ დათანხმდება. დათანხმდება. შეხედე ამ ცხოვრებას, რომელიც ჰალილი მისცა. სხვა გამოსავალი არ აქვს. სავიზიტო ბარათი დაუტოვეთ ძმაო. უთხარი თუ დათანხმდებით, დამირეკეთ მეთქი. ნახოთ. კარგი მაშინ. დაჯექი. მადლობა. წვრილად დაჭერე. წვრილად. წვრილად. კიდევ უფრო წვრილად, უფრო წვრილად. კიდევ ცოტა. ძალიან წვრილი რომ იყოს. როგორც წესი, ერთ კვერცხს უმატებენ. მაგრამ ჩვენ ორი დავამატოთ, რომ უფრო რბილი იყოს. ხო, რბილი იყოს. ხომ გეუბნები, როგორც წესი, ერთი უნდა. ახლა ეს. კიდევ აურიე ცოტა, უყურე? აი ასე. ახლა ეს. ხო, ხელებით. ერთხელ. ვარდივით გავაკეთოთ. ასე ჰაეროვნად დავტოვოთ, რომ შუაში მეტი იყოს. რა იყიდე ისე? ამდენი რაღაც რა გინდოდა სახში ისედაც არ ვარ. რამდენი რამ არ დამჭირდება. არა უშავს. შეგიძლია ომლეტი გაიკეთო, ცუდი იქნება? თითქმის 3 თვეა სულ ერთად ვართ. ძალიან მომენატრები. ნებისმიერ დროს მოდი. ახლა აქ ვიქნები. აპატიე. ავიღებ. Kenan. Bu konuyu konuşmaya... ვიცი, ამაზე ლაპარაკი არ გინდა. İstemiyorsun biliyorum. Hazali კიდევ გიყვარს? Onun için mi buradasın? ამიტომ ხარ აქ. Hazali რომ ყვარებოდა მის ქმართან არ ვიმუშავებდი. Canını yakmak için yapıyorum. ფიქრობ ამას იმიტომ აკეთებ, რომ ტკივილი მიაყენო. თუ ჩემს დანახვაზე ცუდად ხდება, ეს მისი პრობლემაა, ჩემი არა. კიდევ რამოდენიმე დრო უნდა მოითმინოს. გარდა ამისა, ჩემთვის სულ ერთია ახლოს არის თუ არა. აქ, ამისთვის არ ვარ. ჩემს საქმეს ვაკეთებ. გამიხარდა. Kenan. Biraz konuşalım mı? ვილაპარაკოთ ცოტა. ხო ვლაპარაკობთ ისეც. ეს მნიშვნელოვანია. İkimiz.
ჩვენ არ დაგავიწყდეს რისი თქმაც გინდოდა, კარგი? კარგი. ახლა მე მოვალ. ეჯე. ირმაკი მოვიდა. არ მინდა რომ დაგინახოს, კარგი? ცოტა დაბლაჩადი და იქ დამელოდე. აქ რასაკეთებს? მოგიყვები, ჩუმად იყავი. ქვემო დამელოდე. გრძელი ამბავია, მერე მოგიყვები. მობრძანდი სიყვარულო. სიყვარულო, დიდი ხანია გელოდები, სად იყავი? პროდუქტებს ვალაგებდი სამზარეულოში. აქ ვილაპარაკოთ? არ მიმიპატიჟებ? კი, რა თქმა უნდა, მოდი. შენთვის სიურპრიზი მაქვს. სიმართლე გითხრა, ხვალ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ვერ მოვითმინე. ნამცხვარი გაგიმზადე ჩემით. ხუმრობ? ამ ხელაგზა ამისთვის გამოიარე? თუ არ გინდა უკან წავიღებ. არა, რადგან ამ ხელაგზა გამოიარე, გავსინჯავ. ერთ ნაჭერს ავიღებ. როგორი გამოვიდა, მოგწონს? ეს შენ გააკეთე? ძალი დამეხმარა ცოტათი. როგორი გამოვიდა? კარგია, ძალიან კარგია. კარგი, მაშინ ახლავე გავამზადებ ჩაის. ნამცხვარი ჩაის გარეშე ვერ იქნება. ო. ხო, მართლა. ცოტა ძდა დამავიწყდებოდა. ეს შენია. ეს რა არის? ახლა პაემაზე არ დაგაგვიანდება. რა საჭირო იყო, რატომ შეწუხდი? ამ საათში კიდევ ერთი აზრიდებს. იმის თქმა მინდა ამით, რომ დრო მოვიდა ჩემები გაიცნო. არ ინერვიულო. გავიცნობთ. იცი? რძალს მოუყევი შენზე. რა ვქნა, ვერ მოვითმინე. მინდოდა რომ ოჯახიდან ვინმე სცოდნოდა. როგორ მოუყევი? ჩვეულებრივად მოუყევი. შენც კარგად იცი, რასაც ვეტყოდი. მაინც მაიძულებ თქმას, ხომ? გოთხარი რომ ყურებამდე ვარ შეყვარებული. ჩემი ფიქრები მასთან არის მეთქი. უთხარი რომ წამიც არ გადის მის გარეშე. როგორი რეაქცია ჰქონდა? ჩემი ბედნიერებით ბედნიერი იყო. ნამცხვარიც ერთად მოვამზადეთ. ნუ ნერვიულობ, შენ რომ ხარ არ მithქვამს. იმიტომ რომ შენ არ გინდა. მინდოდა, მაგრამ არ მithქვამს.
აღარ მინდა რომ დაგმალო ქენან. ნუ ველა. დამალო მაინც არ მოგიწევს. ჰაზალ. შენ კომპანიაში იყავი. ჩემზე ინფორმაციას გაწუდიან? ყველაფერი ვიცი ამ ოჯახზე. თქვენს ყოველივე ნაბიჯზე მეუბნებიან და შენ სახიფათო ნაბიჯებს გამხაზალ. ვურალი რომ ცუდგუნებაზე არ ყოფილიყო, ამიტომაც არ მithქვამს მისთვის, მაგრამ თუ ისევ წახვალ ოფისში დაუკითხავად, ვურალი ამას გაიგებს. შენთვის ეს კარგად არ დამთავრდება. მე მუქრებით? გაფრთხილებ. დემიროღლუს ოჯახს არ გვიყვარს დამალუები. ასე საერთოდ არ ვფიქრობ. ასე რომ იყოს, მთელ ოჯახს არ დაუმალავდით ნასის ვინაობას. ხომ ასეა, ქალბატონო ჯანა? ეს ვინ შეიძლება იყოს? ჰაზალ. სერიალს წარმოგიდგენთ აჯარა ბეთქომი. გახმოვანებული აჯარა ნეთქომის მიერ.